მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. დღის წესრიგთან დაკავშირებით გადავიდეთ პირდაპირ თუ რამე შეკითხვები გვაქვს, თუ არა და კენჭი უყაროთ და შემდეგ განცხადებებისთვის იქნება დრო. ბატონებო, გვაქვს რამე შეკითხვები დღის წესრიგთან დაკავშირებით? მაშინ კენჭი უყაროთ დღის წესრიგს. იგივე რედაქციით, როგორც მოცემული არის ჩვენს დღის წესრიგში. ვინ არის მომხრე? ერთ ხმად მიღებულია, დიდი მადლობა. განცხადებებთან დაკავშირებით ქალბატონი ნატო, შემდეგ ბატონი გიორგი. მოგესალმებით კოლეგებო. უბრალოდ მინდა შეგახსენოთ 6 ივლისის დადგენილება, როდესაც ცვლილება თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსში შევიდა და იქიდან გამომდინარე ჩვენ უნდა შეგვეტანა მე ჩვენ რეგლამენტში ცვლილება, ეს ცვლილება შეტანილია და ცალკე თავია მუხლი მეოთხე პრიმი, რომელიც დასათაურებულია პირდაპირ ასე გენდერული თანასწორობის საბჭო და აი ამ ცვლილების თანახმად ჩვენ უნდა შევცვალოთ თებერვალში მიღებული შემადგენლობა ამ ცვლილებით ასევე დებულებაც და სამოქმედო გეგმაც უნდა დამტკიცეს საკრებულოს მიერ. ამიტომ ეხლა განცხადებას ვაკეთებ შემდეგი სახის. თუ გინდათ წაგიკითხავთ ვინ იყო შემადგენლობაში და იმ წევრთა მონაცვლეობამ გამოიწვია სავარაუდოდ ახალი კანდიდატურების მოთხოვნის აუცილებლობა. მომაწოდეთ, რათა მომდევნო საკრებულოს ხდომაზე წარმოვადგინო დებულება დასამტკიცებლად და შემადგენლობა რეგლამენტის მიხედვით. შეგახსენებთ ვინ იყო? ნატალია ზოიძე, თქვენი მონამორჩილი, რამა სურმანიძე, სავარაუდოდ ბატონი რამაზი უკვე რადგან გასულია მის ადგილს ალბათ დაიკავებს ბატონი გოჩა, თუ მას ამის საწინააღმდეგო არაფერი არ ექნება. ფრიდონ ბრეგვაძე, ბატონ ფრიდონ, გენდერულ თანასწორობის საბჭოზეა საუბარი. თუ წინააღმდეგი არ ხართ, ისე ვიყოთ დამიდასტურეთ, რომ ახალ თავიდან შემოვიტანო შემადგენლობის დამტკიცება. ნინო ბერაძე, თენგიზ აფხაზავა, ვაჟა რამიშვილი, დიმიტრი დარჩია, თეიმურაზ ყურაშვილი ყავდა მაშინ რესპუბლიკური პარტიიდან და მე ვფიქრობ არ იქნება წინააღმდეგი თუ ქალბატონი ლალი ჩაენაცვლება და გავიზრდებით რაოდენობრივად ქალები საბჭოში და ბატონი ჯუმბერი კახიძე, ბატონი ჯუმბერი ხო არ გაქვთ არაფერი საწინააღმდეგო ჩვენთან თანამშრომლობის? თუ რაიმე ცვლილება გსურთ პარტიებს, შეგიძლია წარმოვიდგინოთ ხვალდაზე, იმიტომ რომ 29-ში შევეცდები წარმოგიდგინოთ დასამტკიცებლად. კარგით, ქალბატონო ნატო, დიდი მადლობა. გისმენთ ბატონო გიორგი. მადლობა, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა საკრებულოს ამ შემადგენლობას 3 ახალი წევრი ყავს და თორსე პირველ ხდომას ესწრებით და მინდა მოგილოცოთ მოკლედ საკრებულოს წევრობა 4. მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები. და დანანებით მინდა აღვნიშნო ერთი საკითხი, რომ დღეს მე მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი დღე თვითმმართველობის ისტორიაშიც მათ შორის უნდა ავირჩიოთ ბათუმის საკრებულოს ახალი ხელმძღვანელი. და დაანებით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ხდომას არ ესწრება სამწუხაროდ ვლავინდებურად ქალაქის მერი. ალბათ არ იქნებოდა ცუდი ქალაქის მერის დასწრება დღევანდელ ხდომაზე, არც ხდომისთვის, არც ქალაქისთვის და არც მომავალი თანამშრომლობისთვის. მადლობა. კი ბატონო, მიღებულია თქვენი შენიშვნა. განცხადებებთან დაკავშირებით თუ გვაქვს კიდევ? კარგით, მაშინ დღის წესრიგიდან გამომდინარე პირველი საკითხი მოხსენებელი ბატონი სულიკო შვენთიძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. კეთილი. მოგესალმებით პატივცემულო კოლეგებო. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში პირველი საკითხი გვაქვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. მე როგორც იურიდიული კომისიის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე
იურიდიული კომისიიდან 3 წევრს დავასახელებ, რომლებიც იქნება ეგრეთ წოდებული სამანდატო კომისია, რომლებიც დაითვლის ხმებს და ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით ქართული ოცნების დემოკრატიული სახელის ფრაქციის სახელით დავასახელო ჩვენი თავმჯდომარეობის კანდიდატი ბატონი ლაშა სირაბიძე კანონის თანახმად მოგეხსენებათ 3 წევრის ხელმოწერით უნდა მოხდეს კანდიდატის დასახელება და ასევე კოლეგებს მიმართავ თუ მათ აქვს სხვა ალტერნატიული კანდიდატის დასახელების სურვილი შეუძლიათ რომ დაასახელონ. კი ბატონო, მეც იგივეს ვაპირებდი შეკითხვის სახით უნდა დამესვა თუ აქვს სურვილი ვინმეს რომ კიდევ იქნეს წამოყენებული სხვა კანდიდატურა. გონი არ არის, მაშინ პროცედურული საკითხები. მაშინ იურიდიული კომისიიდან ბატონი ირაკლი მიქელაძე, ლევან კინწურაშვილი და ბატონი ვაჟა რამიშვილი. ჩვენი იურიდიული კომისიის კი ბატონო თუ სურვილი აქვთ გამოთქვან იურიდიული კომისიის წევრებმა სურვილი და აქედან გამომდინარე არ არის პრობლემა. მაშინ პირდაპირ დავიწყოთ ისა, ხო? ნეტა ვიცოდეთ ბატონო თემო. ვინმე საკითხი წარმოადგინა, რა შვები? რა შვები? დავიწყეთ გენჯის რა? ბატონო ვერ მივხვდი რაღაც საკითხის წარმოდგენა ტრიბუნიდან მახსოვს ხოლმე ვერ მართლა ვერ მივხვდი რა საკეთებით საკითხი არ წარმოგიდგენიათ მე მგონი ოკეი კაი მოკლედ კანდიდატურას არ ვასახელებთ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენი ფრაქცია კანდიდატურას არ ასახელებს ძალიან გასაგები მიზეზების გამო უმრავლესობაში თქვა ბოლომდე არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის ქართული ოცნება ყველაზე დიდი ფრაქცია გაქვს ბათუმის საკრებულოში ჩვენ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ მიგვაჩნია რომ უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე ამიტომ უნებრია ვერც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ლაშა სირაბიძის მუშაობაზე ამდენად არ ვღებულობთ კენჭისყრაში მონაწილეობას მადლობთ ბატონო გიორგი დავიწყოთ მაშინ პროცედურა ბატონი ირაკლი ჩავლეიშვილი ფარულია ბატონი ირაკლი გთხოვთ დაკეცილი რომ გამოიტანოთ და პასტა არის იქ პატივცემულო კოლეგებო ძალიან გთხოვთ ხმის მიცემის დროს თუ შეიძლება ბიულეტინი რომ დაკეცილ მდგომარეობაში გამოვიტანოთ და ისე ჩავაგდოთ ხუთში იქიდან გამომდინარე რომ კენჭისყრის ფარულობა არ იქნეს დარღვეული ლევან კინწურაშვილი მოემზადოს ბატონი თენგიზ აფხაზავა ქალბატონი ნინო ბერაძე ერთი პასტა მომიტანეთ კიდე რა ერთი პასტა თუ შეიძლება კიდე რომ მომიტანოთ კალამი როგორ დანდეთ ბატონ გიორგი პასტა დაგვიტანოთ ბატონი ვაჟა რამიშვილი სადა ვაჟი მომიწერი აქ ნინო
ბატონი თეიმურაზ ყურაშვილი. კობა არ ესწრება. ბატონი კობა ჩხეიძე არ ესწრება სამწუხაროდ სხდომას, ბატონი პარმე მგელაცი. არა არ ჩაუწეროთ, ხო? ჩაპა შემოხაზავს ორჯერ. ბატონი თეიმურაზ ბასილაძე. ბატონი ჯაბა ბერიძე. აი რა მნიშვნელობა. თავარია ხო წერი ხარ რა. პასტა არის. ბატონი ირაკლი მიქელაძე. აჰა. ბატონი დიმიტრი ჭეიშვილი. მოდით იმა. ბატონი თამას თურმანიძე. კი, გაძლევა. ხელი მოაწერე. ბატონი თეიმურაზ ორაგველიძე. ხელი მოგვიწერეთ ბატონ თეიმურაზ. ეგ შიგნით უნდა შემოხაზოთ და ეს დატოვეთ. ეს შიგნით. ხალბატონი ლარისა ანდღულაძე. ხელი რომ მოგვიწეროთ. ბატონი დიმიტრი დარჩია. სულ წარწმევაზე როგორ ხარ?
ხალბატონი ნატალია ზოიცე. ჯადოსნური. ხალბატონი ნატალია სადმიმძანდებით. ჩებოთ. არ მონაწილეობს. მოკლედ, ბატონი გიორგი კირთაძე, ბატონი ნოდარ ჯუმბაძე, ბატონი ჯუმბერ კახიძე არ მონაწილეობს. კენჭისყრაში ჯუმბაძე. ბატონი პარმენ ხვედელიძე. ლაშა ბატონი ფრიდონ ბრეგვაძე. აი აქ ხელი რომ მოგვიწეროთ ბატონ ფრიდონ. ერთი წამით შიგნით შევბრძანდით და იქ შემოხაზეთ. ბატონ გიორგი კაკაბაძე. ბატონ გიორგი მოგვიწერეთ თქვენი ჯადოსნური ხელი. შიგნით შევბრძანდით კაბინაში და იქ გადაწყვიტეთ. ბატონი გოჩა ხიმშიაშვილი. ეხლა რო ვკითხო რა პრობლემა. ბატონ ლაშა კენჭისყრის პროცედურას ისევ ატარებთ თანხმობა არ გიკითხავთ თქვენთვის და იმედია თანახმობდანდებით. ბატონ ლაშა სირაბიძე. თავი შეიკავ. წინააღმდეგი წარღვაფი შიგნით შევბრძანდეთ და კი. რეგისტრაცია გაიარა 24-მა. ნოტო. მონაწილეობა. ხო. თავი შეიკავა ის არის. მოკლედ პატივცემულო კოლეგებო, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 21-მა დეპუტატმა. ეხლა დავიწყებთ ყუთის გახსნას და ხმის დათვლას. 2 წუთში მოგახსენებთ კენჭისყრის შედეგებს.
მოკლედ პატივცემულო კოლეგებო, კაჭისყრაში როგორც მოგახსენეთ, მიიღო 21 დეპუტატმა მონაწილეობა და 21 დეპუტატმა მხარი დაუჭირა ბატონ ლაშას. ირაბიძეს მიულოცოთ. მართლაც, რა ვიცი, ჩემთვის დღევანდელი დღე არის, ღირსესანიშნავი დღე არის, ვღელა უკვე ნამდვილად იმდენად, რამდენადაც არ ამოველოდი ამ ყველაფერს და მართლაც დიდი მადლობა ესეთი მხარდაჭერისათვის, ჩემო კოლეგებო და მე ყოველთვის ვარ თქვენს გვერდით, მით უმეტეს ბატონი გიორგის ფრაქციამ არ მიიღო ამ დღევანდელ პროცესში თავი შეიკავეს, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვიქნები ყველა ჩემი კოლეგის გვერდით და ჩემი ქალაქის გვერდით და ყოველთვის გავაკეთებ იმ ყველაფერს, რაც თუ ჩვენს ქალაქს ჭირდება. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დობისთვის და დიდი მადლობა ბატონ ლაშა. მერი ისახით მინდა მადლობა გადაგიხადოთ, კარგი აქტიური თანამშრომლობისთვის და მოგილოცოთ. იმედია ის პერიოდი, რომელიც უფლებამოსილებით არის განსაზღვრული მომდევნო წლის საარჩევნო პერიოდი არის, იცით, აქტიურად ვითანამშრომლებთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებთ, მიღწევებს ჩვენ ქალაქს საკეთილდღეოდ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დიდი მადლობა. მადლობთ კოლეგებო, გისმენთ ბატონო გიორგი. ხო, ბუნებრივია, ჩვენ მონაწილეობა არ მივიღეთ, მაგრამ გილოცავთ, წარმატებას გისურვებთ, თქვენი წარმატება, ქალაქის წარმატება უნდა იყოს და ნამდვილად ესეა. მიხარია რომ ბატონი გიორგი შემოვიდა და ასევე მოგილოცავთ და მინდა ვთქვა რომ რაღაც ძალიან საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა დღევანდელ სხდომაზე, ასევე საერთოდ ახალი ძალიან ძლიერი უმრავლესობის ფორმირება მოხდა. ყველას ერთად გისურვებთ წარმატებას. მადლობთ ბატონო გიორგი თქვენი აზრისთვის, მაგრამ ეს მე ვფიქრობ, რომ უფრო იმის იყო, რომ რაღაც პიროვნულ გისმენთ. ბატონო ლაშა, გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ იმას, რომ რაც თქვენმა წინამორბედებმა ვერ მოახერხეს, უფრო აქტიური თანამშრომლობა, უფრო ბევრი საქმის გაკეთება ამ ერთად ყოფნის დროს. ეს დღევანდელი თუნდაც იმის დაფიქსირება, რომ 21 ხმა საკრებულოს წევრებმა მოხდეს, უფრო მეტი ვალდებულებაა და გეთანხმებით იმაში, რომ პიროვნულიც ძალიან დიდია ამ ყველაფერში და წარმატებას გისურვებთ. უფრო მეტი გაეკეთებინოთ ამ ქალაქისთვის, ქალაქის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად. მადლობა. ბატონო ლაშა, გილოცავთ, წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება ფრაქციის გადაწყვეტილებას, ფრაქცია ნამდვილად პიროვნული პრინციპიდან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ლაშას დიდი ხანია ვიცნობ და აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ მისი თავმჯდომარეობა ამ სიტუაციაში ყველაზე უპრიანი იქნებოდა და ამიტომაც მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკურმა ფრაქციამ ამ კენჭისყრაში მონაწილეობა და ხმა მისცა ბატონ ლაშას. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. გისმენთ ქალბატონო. მე ამჯერად მინდა გენდერული თანასწორობის საბჭოს სახელით მოგმართოთ. იმიტომ რომ ძალით უნდა შეგტენოთ მოკლედ ეს თემა. მაგრამ ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ ნამდვილად ამ საბჭოს არსებობა, ფუძნება და კანონზე ადრე ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ფაქტის აღიარება ბატონი ირაკლი ჭეიშვილის დამსახურება იყო. არა, მე გულისხმობ უშუალოდ საბჭოს დაფუძნება. ისეთივე წარმატებულ თანამშრომლობას ველოდებით თქვენგან ბატონო ლაშა და უფრო უკეთეს. გაუცილებლად. მადლობთ. მოკლედ ფრაქცია ქართული ოცნების სახელით გილოცავთ კიდევ ერთხელ ბატონო ლაშა, გისურვებთ წარმატებულ მუშაობას და ჩვენ ღრმად მჩერად თქვენი შესაძლებლობების და გულწრფელად ვიცით, რომ ძალიან კარგი საკრებულოს თავმჯდომარე იქნებით. აბა თქვენიცით აბახე და აბა ხო კარგად. დიდი მადლობა ფრაქციას, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას. კი, გისმენთ ბატონო ჯავა. და ბატონი დიმიტრი შემდეგ. პირველ რიგში გილოცავთ, რა ვიცი, ახლა დღეს გაჟღერდა პიროვნულიდან გამომდინარე, რა ვიცი, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ვართ თანამებრძოლები, ვიყავით ერთმანეთის, რა ვიცი, შეიძლება ითქვას სხვადასხვა ფლანგზეც, გილოცავთ და წარმატებულ კარიერას გისურვებთ და რა ვიცი, ეს იყოს თქვენი წარმატების დასაწყისი და ასე გაგრძელებული იყოს თქვენ ცხოვრების ბოლომდე და იმედი გვაქვს, რომ ის ურთიერთთანამშრომლობა, რაც ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კოლეგებში, მე საერთოდ უპარტიო ადამიანი ვარ, ამის უზრუნველყოფას თქვენ გააკეთებთ და
იმედია ქალაქის მერთან ერთად ჩვენს ქალაქს უფრო მეტ მზრუნველობას, რომელიც ძალიან ჭირდება, გამოავლენთ და, რა ვიცი, იმედი გვაქვს თქვენი. დიდი მადლობა. გილოცავთ. გისმენთ ბატონ დიმიტრი. გილოცავთ ბატონ ლაშა, მინდა წარმატებები გისურვოთ, აქ აქცენტები გაკეთდა პიროვნულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ეგ არ არის ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ პიროვნული ურთიერთობებიდან ამოსული, ჩემი გადაწყვეტილება არის, დიდი ნაწილი როლი ითამაშა იმანაც, რომ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მე მეტნაკლებად ვიცნობ თქვენს მიერ, თქვენს ზღვას, თქვენს მაჟორიტარულ ოლქში, რაც სხვა მაჟორიტარებთან შედარებით ბევრად უკეთესი იყო, მე ასე მიმაჩნია. და ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება და წარმატებებს გისურვებთ და ბატონ ლაშა ეს მხარდაჭერა კარგია რომ ძლიერი უმრავლესობით აგირჩიეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვა საკითხებში უმრავლესობას წარმოვადგენთ ჩვენ და მინდა გითხრათ რომ მე პირადად გვირდებით იგივე მხარდაჭერას რაც მიიღეთ დღეს ჩემგან, გექნებათ კონტროლშიც და მაქსიმალურად იქნება თქვენი მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, ჩემი უფლებამოსილების ფარგლების ქვეშ მაქსიმალურ კონტროლით, იმიტომ რომ ისევ მეგობრობიდან გამომდინარე, რომ მინდა თქვენ იყოთ, მიუხედავად მცირე დროისა, რომელიც დარჩა, ერთ-ერთი წარმატებული საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიცაც ბათუმი აუცილებლად დაიმახსოვრებს. დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. ბატონ ფრიდონ, რა თქმა უნდა, გილოცავთ თავმჯდომარეობას ეს არავითარი მოლაპარაკება არსად არ ყოფილა, ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო თქვენს მიმართ. უკვე ბრძანდებით თავმჯდომარე და იმედია რომ ყველაფერი უკეთესად წავა, უკეთესობისკენ იქნება და განცხადება რომელიც შემოვიტანეთ ფრაქციასთან დაკავშირებით, ახალი ფრაქცია იქნება, ალბათ ითქას აღარ გაიწელება და დროულად მოგვარდება ეს საკითხიც, როგორც თავმჯდომარე ამას გადაწყვიტავთ ალბათ. კი ბატონო. ბატონ ლაშა, მილოცვები თუ დაამთავრდა ფრაქციის სახელით, თუ შეიძლება რომ 10 წუთიანი შესვენება გავაკეთოთ, მინდა გთხოვოთ რა. კი ბატონო. კარგით. მადლობა. შესვენება ზუსტად 10 წუთი.